ეშმაკს რა გააზრებს? ეშმაკს რა გააზრებს? რამდენსაც უნდა იმდენს ბეჭდავს ფულს. ესაწყლები რატო ვერ ხვდებიან? ესაწყლები რატო ვერ ხვდებიან? ხედეთ, აგერ ყველგან ახალ სახლებს აშენებენ. ივანე პეტრიძეს ქუჩა არის. გორაზე შემოვიდნენ, უკვე არაბები და პაკისტანელები. გორაზე შემოვიდნენ, უკვე არაბები და პაკისტანელები. ეგენი მაინც აშენებენ. ეგენი მაინც აშენებენ, საცოდავები, ეგენი. შეხედე, აგერ აქედან ჩასასვლელი ქონდა და ვეღარ ჩავდივართ, ეხლა სახლის აშენება უნდა. არ გაზღა მათი მუცელი. არ გაზღა მათი მუცელი. არ გაზღა მათი მუცელი. ნაგერა, განან. საცოდავი ხალხი. ღმერთი რომ მოპარენ ისეთები. ღმერთო არ შემოიყვანო, აქანე არც ერთი ადამიანი ამ შენებლობაზე რა გთხოვ. წალეკენ ქვეყანა ამ არაბებთან და პაკისტანელებთან და მიახვედრე ამ დამთხეულებს, რომ არ შეიძლება მაგის კეთება. მიახვედრე ღმერთო. მიახვედრე ღმერთო ამ დამთხეულებს, რომ არაბებს უშენებენ და პაკისტანელებს. გამოჩნდა ერთი საწყალი, ფულზე გაყიდული. ასე გაყიდულები ვართ ფულზე ჩვენ მივატოვეთ ეშმაკი 34 წლის უკან და კი ვართ აგერა დაჩაგრულები ცოდი. ღმერთმა აგიხილოთ გონება ღმერთმა. ქართველი აღარ დარჩა ქვეყანაში. ქართველი აღარ დარჩა ქვეყანაში. ვისთვის აშენებთ მაგას ბიჭო? ღმერთის არ გეშინიათ? გამოვიდა ეგერ უფროსი ვიღაც. რა მინდა შენთან ზამია? შენთან ღმერთი არ არის და რა მინდა შენთან? ქართველი აღარ დარჩა უკვე ქვეყანაში. ვისთვის აშენებთ მაქაურობას? არაბები მოვლენ მალე თქვენ შვილებთან და გვიან იქნება როინანებთ მაგას ყველაფერს. სატირად გაგიხდება საქმეები, ღმერთმა გიშველოთ, ღმერთმა. ღმერთმა გიშველოთ საცოდავებო. ღმერთმა გიშველოთ ლაჩრებო. ღმერთმა გიშველოთ არამზადებო, ქრისტეს დამყიდველებო. ღმერთმა გიშველოთ მოღალატეებო. ოხრა დაგჭებათ მაგფულები ყველას, ვინც სული გაყიდა ფულში ყველას ოხრა დაგჭებათ. სიკვდილში ნატრებთ და არავინ არ მოჰკლავთ. სიკვდილში ნატრებთ და არავინ არ მოჰკლავთ. თქვენ საცოდავებო, თქვენ დადებილებულები ხართ. ხალხი აღარ დარჩა ქართველი და მაინც აშენებთ. ოხრა დაგჭებთ მაგფულები ყველას დამპლებო. სულ გაყიდულებო. ოხრა დაგჭებთ მაგფულები დეგენერატებო თქვენ. თქვენ დეგენერატებო, თქვენ წაახთინეთ ქვეყანა. ამდენი ჩათლახობით. ქართველი აღარ დარჩა, აშენებთ და აშენებთ, არაბებს უშენებთ, ინდუსებს, პაკისტანელებს. თქვენ დეგენერატებო და მაგას ვერ ხვდებით, თქვენ შობელს ძაღლებო და რა გელაპარაკოთ. რა მინდა, რაფერ მოვიდე შენთან? რაფერ მოვიდე შენთან? საცოდაო, რაფერ მოვიდე შენთან? მოდი აგე, რა მინდა შენთან რომ მოვიდე რა? დაალახრე უფალო ყველა ვინც უღმერთო დადის, ყველას გამოუღეს საძირკველი ფეხებიდან და გაუშვი პირდაპირ ჯოჯოხეთში უფალო. მიხვდეს იქნება რომ დიდწოდვას ჩადიან. როგორც ლაზარე და მდიდარი იყო. ოღონდ ცხოვრებაში მიახვედრო იქნება უფალო. ამ დამთხეულებს წალეკენ ქვეყანა. არამზადობით, უნამუსობით, ჩათლახობით. გორაზე არის ზამი აგერ ივანე პეტრიძეზე მეოთხე შესახვევი რო არის ამოსასვლელი. აქ აშენებენ. ვისთვის აშენებენ? თუ გინდა გორა ქუთაისში სხვა აშენებენ ზამია. ქართველი აღარ დარჩა. გაერთიანების დრო გვაქვს და მივიდეთ და უთხრათ და გავაჩერებიოთ ყველა შენებლობა. ქართველი აღარ დარჩა საქართველოში. 2 მილიონი ვართ, გონია დარჩენილ თუ 3 მილიონი სულ. ვისთვის აშენებენ ამდენ სახლებს? გაიგე? ერთი ზავოდი არ ააშენენ, მარტო სახლებს აშენებენ. მივხვდი ხალხო? ძალიან სულ დღეში ვართ.
ერთი აზრიანი რამე გაეკეთებიან. ბარო გია. ერთი რამე აზრიანი მაინც გაეკეთებიათ. ამ დაამპლებს ამგეს. ერთი ქარხანა არ ააშენა სატანა. ამისანა უბედურ დღეში ვართ, კაცებო და გამოდით, ქალაქში ქუთაისიდან ვლაპარაკობ ჩვენ და ქალაქში ვართ ჩვენ ყოველ დღე. ბაღის კიდეში, იქ დასაწყისში. გამოდით და ნელა-ნელა ვასწავლოთ ხალხს, დავანახოთ ერთობა, მივხედოთ ქვეყანას. სიკვდილს ვინატრებ და მალე არავინ არ მოკლას. იმხელა ჩათლახობა მოდის ჩვენ თავზე, ჩვენი დუმილით. დუმილით ქრისტე იყიდება. გაიგეთ ეგი ხალხო. და ვინც გეუბნება გაჩუმდიო იგის სატანა არის. ეკლესიაშიც კარგად არის ჩაბუდებული სატანა. პატრიარქი დატყვევებული ყავს. გაიგეთ ხალხო, პატრიარქის დღეში ამდენი უნამუსოებით, მაგრამ რა ქნას? ასაკში არის უკვე. ცოდვაა მაგის პატრიარქი არის და სიბერეში არ გაგიგონიათ? შემოგრა გაკრავენ, სარტყელსაც წაგიყვანებენ, სადაც არ გინდაო, რას ამბობს? აღთქმა ხო ისით ეგი ყველაფერი. კარგია თუ ცუდია ჩვენი პატრიარქი არის და ისიც ცოდვაა, ისიც ამ უბედურ დღეშია დღეს. გაიგეთ ეგი რა. საღამოს შევლენ დუხნებში. კი ზამია ცოდვები ვარ. უბედურ დღეში ვარ, მაო უბედურ დღეში. ქალაქში არაბები და პაკისტანელები ჩვენზე მეტი არიან უკვე და ჩვენი ხალხი მაინც დადუმებულები ვართ და დიდება უფალს. ისოდე ჯოჯოხეთი არის, ეგი თქვენი მომავლისთვის და ჩვენი მომავლისთვის. შეიძლება უფალმა ამასილოს. მაგუბედურება და შემსვლელებს ააცილოს. შეიძლება შემსვლელებს ააცილოს ეს უბედურება, მეც ამასილებს რა თქმა უნდა. მისინებაა ყველაფერი, მაგრამ მაინც ვამბობ და დადუმებული არა ვარ და ქრისტეს არ ვყიდი დუმილით. დიდება უფალს. აი ხალხი რატო არის ასე გაჩუმებული? მუშები არ არიან, უფროს რა ველაპარაკო. უფროსი არის ამერიკაში, სატანა, დოლარი. ამის უფროს რა ვეძებო? მე იმას რა იგი არის კაზინოსავით უნდა ფული იმას. როგორც კაზინოში არის, საკუთარ ოჯახს რო გაყიდის. ფეხზე მექალი მიატოვა ჩემმა ახლობელმა. და მისი სამშობიარო ფული წააგო. იგივე არიან ფულიანების. რა აზრი აქვს? მაგენის იმედზე ჩემი მტერი დარგა, ცოდვები არიან. ცოდვები არიან. ერთობის როა, კაცებო, ყოველ დღე ვარ ჩვენ უფლისწყალობით ქალაქში, ბაღის კიდეზე. ყოველ დღე და გამოდით, ნელა-ნელა დაველაპარაკოთ, გავიცნოთ ერთმანეთი, დაუდგეთ გვერდში. ერთი და ორი კაცი ვერაფერს ვერ იზამსა. 10 და 100 დიდი ძალა ვიქნებით უკვე, გაიგე? 100 და 10 ეს უკვე ხალხია, იმას თავისი მეგობრები ყავს, თავისი ნათესავები. გამოდით ქალაქში, გამოდით მივხედოთ ქვეყანას. ჩვენი შვილები, ბიჭო, ჩვენი შვილების დაქალები ხო არიან? შიშვლები დადიან, ჭიბგადმოყრილები დადიან. გოგოები, ბიჭები სკოლაში პრესერვატივებს დაატარებენ, ხალხო. ჩემი თვალით ვაქვს, ნახეთ ავტობუსებში. ჯიბიდან უვარდებათ, ხანხურდაზე ჩაიყობენ, ხელსახან რაღაცაზე. გაიგეთ, ეგი ჩვენი შვილები არ არიან? ქართველებზე ვამბობ, სხვაზე კი არავის. მიგვახვედროს უფალმა. ბუდიში უფალო და გვაპატია ღმერთო.